პატარა რო ვიყავი, კარატეზე დავდიოდი. მახსოვს ერთმა ჩემმა ჯგუფელმა ვიღაც ცემა და კარატეს მასწავლებელმა დაინახა ეს ამბავი რა და სპარინგზე დაიყენა. არ უცემი ხა გასაგებია ბავშვი, მაგრამ რამდენჯერმე მტკივნეულად მოხვდა ამბავს და ყველას დაგვანახა და მასაც აუხსნა და რომ იგივენაირად უსამართლო არის კარატეს მასწავლებელი რო ხა ეჩხუბოს ბავშვს. მეგონს აი ეს ბავშვი რომ თვითონ ისწავლა კარატე, ცემს სხვას რომელიც არ იცის, ანუ ეს საკუთარი მაგალითით გვაჩვენა მაშინ იმ ადამიანმა, რომ შენ თუ ძალაში უპირატესობა გააქვს, აი ვალდებულებების და პასუხისმგებლობის მეტი არაფერი არ გემატება, ან პრივილეგიები ამას არ მოყვება და პირიქით, ბევრ სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანმა შეიძლება ძალა გამოიყენოს, შენ არ უნდა გამოიყენოს და მით უმეტეს თავდასხმის ნაწილში არ უნდა გამოიყენოს. არაფერი ღირსება იმაში არის, რომ სპეცრაზმელი ცემს რიგით მოქალაქეს, იმიტომ რომ მაგალითად აგინდა. იმიტომ რომ მის უკან ის კარატის მასწავლებლებით არის. იმას აქვს უზარმაზარი უპირატესობა ძალაში. თვითონ ხო პოლიციელია. გვერდზე პოლიციელები უდგას. სისტემა მაგას იცავს. ჩვენ რეალობაში ხო უბრალოდ არანაირი შანსი არის მისი გასამართლების. აი ეს უღირსობა არის აყვანილი ღირსებაში. აი ეს უღირსი ხალხი, რომელიც იმას ტიტუშკებს რო ეძახიანი, იქიდან დაწყებული იმ პოლიციელებით, ვისაც კანონი იცავს თურმე მათ ღირსებას და მუდრის ღირსებას. ღირსება კი არა, ყველაზე უღირსი ხალხი ხართ, ვინც ასეთ რაღაცას კადრულობთ, ამართლებთ. შენ რესურსებს, ძალაუფლებას იყენებ, საკუთარი თავი დაიცვა, შენზე მეტი უღირსი ადამიანი არ არსებობს ამ სამყაროში.